ამიკო ტრაგიკულად, დედიკოც ტრაგიკულად, იმიტომ რომ ახალგაზრდები იყვნენ. მე ვიყავი 25 თუ 26 წლის. ბათუმში გასტროლებზე ვიყავი და ჩამომაკითხა მეუღლემ გუჯამ, მამა ფეხი მოიტეხავ და სამავთყოფოშიაო და შენი ნახვა უნდაო და სასწრაფოდ ჩამოვედით თბილისში. შევდივარ ჩემთან სახლში და ვხედავ მამას კუბოში. აი ქვე ადგილზევე თუ გული არ გამისკდებოდა არ მეგონა. თურმე ყიფშიძეზე თავის სახელოსნოში, მხატვრების სახელოსნოში თავისივე შექმნილი მარმარილოს ქანდაკება დაეცა და ადგილზე გასრისა. აურას ეშინელება. 59 წლის იყო. და ესე გარდამეცვალა მამა, მერე დედა ამერიკიდან ჩამოვიდა ემიგრაციიდან და იმავე სახელოსნოში გარდაცვლილი ვიპოვეთ სააბაზანო ოთახში. ორივე ეშინოდა სიბერის მახსოვს ბავშვობიდან ამ და ორივე ასე ვთქვათ სცენაზე გარდაიცვალა იმავე სახელოსნოში, სადაც ქმნიდნენ თავიანთ შედევრებს.